გამარჯობა, მე კონსტანტინე ვარ. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა გაფართოებასთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს. პროექტს ერთმა დელეგაციამ ხარი არ დაუჭირა, ამიტომ კონსენსუსის არარსებობის გამო ტექსტი თავმჯდომარეობის სახელით გამოქვეყნდა. საბჭო ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სწრაფვას ევროპული მომავლისაკენ. თუმცა აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ქმედებები არ შეესაბამება მოლოდინებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისადმი. პარალელურად თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა კაია კალასის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ შეერთებული შტატების გზავნილები სასიამოვნო არ არის. თუმცა საქართველოსთან განსხვავება იმაშია, რომ ამერიკა არ ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს არის ორმაგი სტანდარტი და უსამართლო მიდგომა. ევროკავშირის წევრობა თუ გინდა ხმა ვეღარ უნდა ამოიღო. სწორედ ამას უწოდებს თეთრი სახლი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ესტონიზაციას, დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. დონალდ ტრამპის იურისტებმა BBC-ს წინააღმდეგ საქმის გასამყარებლად ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ლის ტრასის ციტატები გამოიყენეს. დოკუმენტში ნახსენებია ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერი კემი ბადენოკიც, რომელმაც ტრამპის კადრების გაყალბებას შოკის მომგვრელი ფეიქ ნიუსი უწოდა. სენატში კი ორპარტიული კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობის პროდუქტების შეძენის ან იმპორტის ხელშეწყობისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსით საქართველოს პოზიცია 27 ადგილით გაუმჯობესდა და მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში მუშაობა დაასრულა. მისიის შემაჯამებელ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ეკონომიკა კვლავ სწრაფად იზრდება და გამოთქმულია ვარაუდი, რომ მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი 7.3%-ს მიაღწევს. ცნობილმა საერთაშორისო გამოცემამ Travel Plus Leisure საქართველოს Best Awards 2025-ის ფარგლებში International Destinations Winners-ის ერთ-ერთ გამარჯვებულად დაასახელა. გამოცემის შეფასებით, საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ფოტოგენური მიმართულებაა. ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ლიგა 1-ის ყველაზე ძვირად ღირებულ მოთამაშეთა ხუთეულშია. რეიტინგი ანალიტიკურმა პორტალმა Transfermarkt-მა შეადგინა. ამ დროისთვის სულ ეს იყო შეხვედრამდე.